მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ, მოგიკითხავთ მადლიერებით, დიდი სიყვარულით, პატივისცემით, განსაკუთრებული მადლობა ჩემს გამომწერებს, ადამიანებს, რომლებიც აკომენტარებთ, ალაიქებთ, ადამიანებს, რომლებიც გარკვეული მიზეზის გამო ვერ აკომენტარებთ და ზოგი პირადში მწერთ, ან ზოგი სულაც არ მწერთ, ხო? რა მნიშვნელობა აქვს თვითონ თქვენთაგან უღრმესი მადლობა ნდობისთვის. და ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნით, ან ჩემი არხის მაყურებლის თხოვნა იყო, რომ იქნება გაშალოთო, გამოვა თუ არა კონტაქტზე. ზოგადად პრეტექსტს გავაკეთებ მეგობრებო, რომ კარგად დაფიქრდით, საერთოდ ლოდინი გიღირთ თუ არა კონკრეტული ადამიანის. იმიტომ რომ ზოგჯერ შაბლონურია და ერთ თარგზე აჭრილ ქსოვილად ჟღერს, ასე ვთქვათ, ის ნათქვამი, რომ იცი რა, ვისაც შენ ჭირდები სარსად არ წავა და თუ წავიდა, მოკლედ დაბრუნებას რაღაცა აზრი აქვს, ან უამრავი სხვადასხვა პერიფრაზირება შეგვიძლია გავაკეთოთ, ხო? ანუ ვთქვათ, თუნდაც ის რომ მაგალითად აი თუ ჭირდებით ადამიანს ყველა გზას იპოვის, მეც ვეთანხმები სხვათა შორის ამას, რომ ადამიანს რომელსაც ჭირდებით ყველა გზას იპოვის თქვენამდე მოსასვლელად, მაგრამ მენდეთ მე ჩემს ცხოვრებაში, ჩემს პრაქტიკაში, სამუშაო პრაქტიკაში მინახავს უამრავი შემთხვევა იმ სიტუაციის, როცა ადამიანებმა საკუთარი სურვილები დათმეს, არა მარტო სხვისი სურვილები, იმის გამო, რომ ვიღაცისთვის ტკივილი არ მიეყენებინათ. ამიტომ ზოგჯერ ბევრი ფაქტობრივი მდგომარეობა იმისა, რომ ესე სტანდარტულ და შაბლონურ ციტატებს ვერ დავაქვემდებარებთ კონკრეტულ სიტუაციებს, მაგრამ მაინც ვიქნები ასე ვთქვათ, ტენდენციური, ჩემი სუბიექტური აზრის გამოყენებით და გეტყვით, რომ ძალიან ცოტა ამ სამყაროში დრო ჩვენთვის მოცემული და მენდეთ, რომ არავის გამო არ ღირს გაფლანგოთ ტირილში, ნერვიულობაში და მუდმივად ტელეფონის ეკრანზე მიჯაჭვულობაში, რომ აბა ეხლა მოვა თუ არ მოვა ამ ადამიანის შეტყობინება. ეს ისე ყოველგვარი გაშლის გარეშე, ხო? კარგად გადააფასეთ, აწონ-დაწონეთ, დაფილტრეთ, აიღეთ ფურცელი, ჩამოწერეთ ერთ მხარეს ამ ადამიანთან ურთიერთობის დადებითი სიტუაციები და მეორე მხარეს უარყოფითი, რამდენი ბედნიერი მომენტი გახსოვთ ამ ადამიანთან და რამდენი უსიამოვნო, რამდენი წასვლა-მოსვლის მომენტი იყო და ნუ მოკლედ მიმიხვდით, რასაც ვამბობ და ბოლოს და ბოლოს ჩაჭერით რა, ვისთანაც ჩასაჭრელია სამუდამოდ ემოციური ბმა. კარგით. მოდით სამ ვარიანტზე გავაკეთოთ, ყვითელი, წითელი და მწვანე. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი დაარღვევს დუმილს, გამოვა ადამიანი კონტაქტზე. და ვნახოთ პირველი ვარიანტისთვის. გამოვა ადამიანი კონტაქტზე, ჯერ ერთი არკანით მანახება ვინ არის ეს ადამიანი. სამიანი თასებით, რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო, სამიანი თასებით ადამიანი, რომელიც ისეთია რა, აი ჭკვამხიარულს რომ ვიტყვით ხოლმე, ოღონდ ცუდ კონტექსტში კი არა. ზედმეტად არაფერზე რომ არ იტყიებს თავს, ხო? უყვარს ძალიან გართობა, უყვარს განტვირთვა, უყვარს სიტუაციების, ანუ სამეგობრო წრე შესაძლოა ამავდროულად ფართო ჰქონდეს, ხო? ძალიან უყვარს თავშეყრის ადგილები, სტუმარ მასპინძ. მაპატიეთ. უკაცრავად დიდ ბოდიშს ვიხდი, მაპატიეთ. მეგობრებო. ანუ უყვარს ხო სტუმრობაც და მასპინძლობაც, ასე ვთქვათ. ადამიანი რა შემიძლია გითხრათ, სხვათა შორის აი როგორი ტიპის ადამიანია, იცით? ნუ კარგი ორგანიზატორი.
შესაძლოა რაღაცა ხელოვნების სფეროს უკავშირდებოდეს მისი საქმიანობა, შესაძლოა იყოს, არ ვიცი, კარგი მომღერალი, კარგი მოცეკვავე ვთქვათ, ხო, ან ივენთ მენეჯერებს რომ ვეძახით ასეთი, ну, ყოველ შემთხვევაში, რაც ხელოვნებასთან არის კავშირში, ეს ძალიან ბევრზე გადათამაშდება. შესაძლოა სხვა შორის თავადაც წერდეს ან ლექსებს, ან მუსიკას, ან ზოგადად პროზას, რა ვიცი. კიდევ როგორია ეს ადამიანი, ხო? რაღაცა იცით, აი ფინანსური სტაბილურობისკენ მიდრეკილი ადამიანია. მიუხედავად იმ და ნახეთ რა ტენდენციაა კიდე ამ არკანში ერთი რამ მეგობრობის ფორმატიდან ასეთი ტიპ, აი სამიანითასებით ვინც ამოდიან სიგნიფიკატორში, ხო? ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ ხდება ფორმაცვალება და გადაზრდა მეგობრული ურთიერთობების სიყვარულში, ვიღაცა შეიძლება ეს გეცნოთ. კარგით, ჩემო კარგო ადამიანები და აბა ვნახოთ ახლა ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე? ვინც მიყურებს იმ ადამიანთან გამოვა კონტაქტზე და რატომღაც ამომყვა ერთად 4 არკანი და იყოს კი ბატონო. ხო, შეყვარებულების არკანი და სხვათა შორის სულ ვამბობ ხოლმე რომ არის არკანები, სადაც მეტნაკლებობით, უფრო ცოტა მეტი ალბათობა და ცოტა ნაკლები არჩევანის და ეს სხვათა შორის ერთ-ერთი არკანია, სადაც აი 50-50 შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ აქ მაინც ბნელი მხარეც წარმოჩენილია, ხო? აქ ნუ ორი ენერგია, წითელი და შავი და სტენდალის წითელი და შავის არ იყოს, ხო? ხო, არა ის ხა სხვა შინაარსია, უბრალოდ გამახსენდა წითელს და შავს. ადამიანებიც ერთიფერადკანიანია, ხო? მეორე თეთრკანიანი და თმები რა არის? ყველაზე დიდი ენერგეტიკული საინფორმაციო ბაზა, ხო, ადამიანების და აი ზუსტად თმებით ერთმანეთთან ბმაში არიან, მაგრამ დააკვირდით მეგობრებო, ორივეს აქვს თვალი და ხუჭული. ანუ რეალურად ამ თვალ და ხუჭულში რას ფიქრობენ და ვის წარმოიდგნენ, ეს ჩვენ არ ვიცით, ხო, კითხვის ნიშანს ტოვებს, ანუ არჩევანის რაღაცა ალბათობა აქ არის. ну, ზომიერების არკანით, ეხლა რა შემიძლია გითხრათ, მაგრამ აქ გვაქვს ძალიან საინტერესო მომდევნო ორი არკანი. იმპერატრიცის არკანი და ბედის ბორბლის არკანი, რომლითაც უკვე დამაჯერებლად შემიძლია გითხრათ, რომ ცხოვრება შანსს აუცილებლად მოგცემთ. აუცილებლად გექნებათ ისევ ამ ადამიანთან კომუნიკაციის საშუალება, აუცილებლად, უბრალოდ რაღაც პერიოდი დაჭირდება. ეს არ იქნება ხვალდაზე, იმიტომ რომ ზომიერებაშია, ხო, რაღაც აი მაინც ისეთ მომენტშია, რომ ოქროს შუალედს ირჩევს ახლა რაღაცის გამო და თითქოს აი რაღაც მომენტ რაღაცების დაბალანსებას ელოდება, მაგრამ გამოსვლით კონტაქტზე აუცილებლად გამოვა, იმიტომ რომ მე აქ მაქვს იმპერატრიცა და ბედის ბორბლის არკანები, რომლებიც, ну, უპირობოდ ასე ვთქვათ, თანხმობის ნიშანია. ტაროში. კარგით, მადლობა პირველ ვარიანტს წარმატებებს გისურვებთ და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი, ვინ ბრძანდება, უფრო სწორად თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ერთი არკანით ვნახოთ აქაც. და ეს არის 6-იანი თასე, კვერთხები ბოდიში. 6-იანი კვერთხებით. ადამიანი შესაძლოა ისეთ სამსახურში მუშაობდეს, ან ისეთი პოზიცია ჰქონდეს, ანუ ისეთი სტატუსი ცხოვრებაში, რომ ძალიან საპატივსაცემო, ძალიან ავტორიტეტული აღიარების არკანია და ნუ მას ძალიან ისე თვლიდნენ, ხო, გარშემომყოფები. ადამიანი ორიენტირებული გამარჯვებებზე, მიზანდასახული ძალიან, აი მიზანი მიზნისთვის, ისე კი არა, რომ ოცნებისთვის, ხო, გესმით? ну, ადამიანი შესაძლოა იყოს პოლიტიკოსი, შესაძლოა იყოს ჟურნალისტი, შესაძლოა იყოს რაიმე საინფორმაციო საქმიანობაში მომუშავე, საქმიანობის სფეროში მომუშავე, მაპატიეთ, ამავდროულად შესაძლოა იყოს საგამოძიებო სფეროს წარმომადგენელიც. და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენელიც. სახასიათო შტრიხებით რა შემიძლია გითხრათ, საკმაოდ ისეთი ენერგიული, აქტიური და ისეთი ინტელექტუალიც არის სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ნუ 6-იანია, ხო, ციფრით, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რაღაცა საკმაოდ კარგი განათლების ბაზაც აქვს. და ვნახოთ ახლა აბა ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე.
აბა მანახე ვინც მიყურებს იმ ადამიანთან გამოჩნდება მის მიერ ჩაფიქრებული ადამიანი გამოჩნდება რვიანი კვერთხები მეგობრებო აუცილებლად ჩქარობს და თან როგორ ჩქარობს ძალიან ეჩქარება ამ ადამიანს ძალიან ეჩქარება თუმცა პენტაკლების პაჟია და ნუ პენტაკლებს თქვენ იცით რომ მაინც ცოტა პასიური ენერგიები აქვს მაგრამ აბა კიდე მანახე არ გინდა თქმა რომ ჩქარობა ამისი თქმა არ გინდა თუ რატო რა ხდება აბა მანახე და 6-იანი პენტაკლები პენტაკლების მომენტი მაქვს მაინც თან აქ რაღაც აი როგორი მომენტია იცი რას მალავს თუ თქვენ ფარული ურთიერთობა გაქვთ გადაწყვეტილება აქვს რაღაც მისაღები ჩქარობს მაგრამ აქ რომ გითხრათ რომ ახლა რა ვიცი ფიქრობს ცალსახად ფიქრობს სხვათა შორის ძალიან ბერძენ და ძალიან ჭკვიან ადამიანთაც კი მაგრამ უფრო ილუზორულია უფრო აი სიზმრების მომენტი შეიძლება იყოს ოცნების მომენტი შეიძლება იყოს აი დაჯდეს და გაიხსენოს თვითეული მომენტი თქვენთან ურთიერთობის როგორი ცეცხლოვანი იყო როგორი ანთებული იყო როგორი განსხვავებული ენერგიები გქონდათ ხო არც მეტი და არც ნაკლები აი მზის ენერგიები ხო გამათბობელი აი ისეთი ზოგჯერ შეიძლება რომ დაწვათ კიდეც ადამიანი თქვენი დამოკიდებულებებით მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მზის არკანი მეგობრებო არის მანახე აბა კიდე ერთი არკანით შუქნიშანი სამიანი პენტაკლები ახალის დასაწყისია და თან შუქნიშანი აქ რას აჩვენებს ანუ რომ დროს ელოდება ხო როდის აინთება მწვანე რომ გადაკვეთოს გზა ასე ვთქვათ შესაბამისად მაინც აბა ერთი არკანითაც მანახე არის შანსი რომ ესა და კი შანსი არის მაგრამ ამას დასჭირდება დრო და რატო გეტყვით ნახეთ თასების ტუზი კი მაქვს მაგრამ აქვე ამომივიდა მე იმპერატორი იცით თქვენ რა ტიპაჟია ხო იმპერატორს იქით უნდა ემსახურონ იქით იმპერატორი ქეთს არ მოიხრის ეს მომენტია რა შესაძლოა სხვა შორის თქვენგანაც ელოდებოდეს რაიმე მომენტს მაგრამ აქ ის რომ სხარტად არა აქ არა ჯერჯერობით აქ ვერ დაგპირდებით მეგობრებო მიუხედავად იმისა რომ თვითონ ძალიან ბევრს ფიქრობს და ეჩქარება მადლობა მეორე ვარიანტს და ვნახოთ მესამე ვარიანტი აბა ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი მანახე ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ვინ არის მაჩვენეთ მანახე აბა ვინ არის სამიანი კვერთხები სამიანი კვერთხებით რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო სხვათა შორის ადამიანი საკმაოდ იცით როგორი ტიპის ადამიანია აი როგორ აგიხსნათ მუდმივად რომ იხევდება იმ ხარეს სადაც მისი ასე ვთქვათ მიზანია სადაც არის მაპატიეთ ერთი წუთით უბრალოდ თან მეორე ტელეფონზე ისეთი SMS-ი მომივიდა ბოდიშს გიხდით რა რომ ამას სასწრაფოდ უნდა ვუპასუხო ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით ზუსტად 2 წამს წაგართმევთ და კი ბატონო, всё. კი ბატონო. დაუბრუნდეთ ჩვენ, ხო, ჩვენ სარკანს, ასე ვთქვათ. ადამიანი, რომელსაც შესაძლოა უყვარდეს ძალიან მოგზაურობა. სხვათა შორის შესაძლოა რაღაცა საზღვაო სფეროსაც უკავშირდებოდეს სხვა მეზღვაური იყოს ან რაღაც არ ვიცი, თუნდაც საზღვაო ინჟინერი არ აქვს მნიშვნელობა. ასევე შესაძლოა რაღაცა შუამავლობითი ადვოკატი იყოს, მედიატორი იყოს, რაღაც ესეთი პროფესიებიც ჰქონდეს, მაგრამ ადამიანი არის ორიენტირებული, აი, იცით როგორ მიზნებზე, გრძელვადიან მიზნებზე არის ხვალინდელი ქათამი რომ ურჩევია დღევანდელ კვერცხს მიმიხვდით ხო რისი თქმა მინდა
სხვადასხვა ძალიან მოტივირებული ადამიანია, ძალიან ისეთი აი სულ რო ფიქრობს რაღაცების განვითარებას, გაფართოვებას, ორი პირობითად სტაფილო რომ აქვს 400,000 რომ უნდა ჰქონდეს და ამაზე გათვლას რომ აკეთებს, გესმით ხო, ანუ რასაც ვამბობ და სხვადასხვა აი იცით როგორი დევიზი აქვს თითქოს ამ ადამიანს, რომ აი ვინც რისკავს, ის იღებს სამყაროსგან საჩუქარს, აი ახლობით ესეთი ხასიათის ადამიანი და ვნახოთ აბა ახლა ვინც მიყურებს ანუ ვინც მიყურებთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ჩემს მაყურებელთან კონტაქტზე გამოვა მანახი აბა ტუზი თასების ძალიან ცუდ დღეში კია მეგობრებო, მაგრამ თქვენთან დაკავშირებით ინფორმაციებს სულ მუდმივად რეჟიმში იღებს. გაკვირდებათ და აი როგორ ძალიან ენატრებით, რა მომენტი ენატრება თქვენთან იცით, აი თითქოს თქვენ იყავით მისთვის აი როგორი ადამიანი იცით, რომ დაჯდებოდა და უბრალოდ ემოციურ კონტაქტს დაამყარებდა, ისეც რომ ფიზიკურად შეიძლება საერთოდ აი შემხებლობაც არ ქონოდა, მაგრამ ისეთი დატვირთული წასულიყო ემოციური ფონით, რომ მთელი, რა ვიცი, თვეები გაყოლოდა ეს ენერგია. ადამიანი, რომელიც აი თქვენთვის დაქალიც იყო, ძმაკაციც იყო, ხო, თქვენ თავზე მოერგეთ, ახლა რომელიც კაციც მიყურებთ, მარტო პარტნიორი არ იყო, აი ადამიანი ბევრი ნაწილი რო ქონდა სხვადასხვა საჭირო ადამიანის, ხო, ცოტა დედის, ცოტა მეგობრის, ცოტა ძმაკაცის, ცოტა აი ესეთი მომენტი და ძალიან ენატრება ეს კი, ძალიან ენატრება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ახლა არკანტასტის ფონს შევხედე და პენტაკლების დედო რა ხდება, რომელიმე ძალიან საშინელი მიჯაჭვულობა აქვს, ენერგიებს მიყვება, როგორი ცუდად არის უთქვენოდ. განდეგილშია ეხა, მაგრამ კაი ეს გავიგეთ, ძალიან უნდა ლაპარაკი მეგობრებო ამ ადამიანს, მაგრამ მოდი ამ არკანების მიღმა ვიკითხოთ, ზუსტად 3 არკანით, რომ აღარ ავიჭრათ, ხო, ჩვენც. ეს ადამიანი ახლა ამ წუთას ვინც მიყურებს, გამოვა მასთან კონტაქტზე, ხო, რა ვიცი, პენტაკლების რაინდია და ჯაჯმენტ ყოველ შემთხვევაში სასწაული მონატრება და მიჯაჭვულობა აქვს, მაგრამ რაღაც უშლის ხელს, რაღაც პრობლემა აქვს მეგობრებო, რომელიც თქვენ უკეთესად იცით, ძალიან სერიოზული ბარიერი, რომლის გამოც ეს ადამიანი თავს იკავებს, მაინც უნდა ჩავეკითხო, ხო, რა აქ პენტაკლების მეფე და ხმლების დედოფალი, არა, იმპერატრიცა, აქ რაღაც სამკუთხედის სუნი მცემს მეგობრებო. და აქვე გვაქვს ფარის არკანი, საბარა დაგპირდეთ, ვერ გპირდებით ახლა ამ ეტაპისთვის ვერაფერს. უკაცრავად მე ერთადერთი შემიძლიათ კიდევ განვიმეორდე, რომ ცხოვრება ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ჩვენ ნერვიულობაში და მუდმივ აბსტრაქტულ მოლოდინებში დავხარჯოთ, ხო? მით უმეტეს იქ, სადაც ვიღაცას უბრალოდ არც ესმის ჩვენი აი ესეთი მდგომარეობა, ხო, რომ ადამიანები ვწვევით, ვდგებით, ვჭამთ, მივდივართ, მოვდივართ, ყველგან ერთი იგივე ადამიანი გვიტრიალებს, ხო, გონებაში. ამიტომ თქვენი თავი პირველ რიგში.